გამარჯობათ. დღეს ჩემი არხის სტუმარი არის სალომე საყვარელიძე, ადამიანი, რომელმაც იმუშავა Hyundai-ის დიზაინზე. სალომე, გამარჯობათ. მოგვიყევით თქვენს შესახებ, რაც შეიძლება დეტალურად გაგვეცანით. პირველ დიდი მადლობა მოწვევისთვის. მიხარია რომ თქვენი სტუმარი ვარ. მე ვარ Web Intelligence-ის lead დიზაინერი და ჩემი ძირითადი მიმართულებაა ინდივიდუალური UI UX დიზაინის მიდგომები, გრაფიკული დიზაინი და მომხმარებლის გამოცდილებაზე ორიენტირება, ესე რომ ვთქვათ. კი ბატონო. უფრო კონკრეტულად რო გითხრათ, აი რა ტიპის პროექტებზე მუშაობთ, აი ამ ზოგადად რაც თქვით, კიდევ რამის დამატება თუ არის შესაძლებელი? დიახ, რა თქმა უნდა, Web Intelligence-ში ჩვენი ძირითადი ფოკუსი არის მასშტაბური ციფრული პლატფორმები. მუშაობთ როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე, სხვადასხვა სფეროებში, ეს იქნება ფინანსები, ჯანდაცვა, e-commerce, მედია და სხვადასხვა კორპორაციული სერვისები. და ხო, ჩვენი მიზანი არ არის მხოლოდ რაღაცა უბრალოდ გვერდების შექმნა ციფრული, არამედ ისეთი სისტემის შექმნა, რომელიც ბიზნესს რეალურად ეხმარება განვითარებაში. Hyundai-ის პროექტი საიდან დაიწყო? აი თვითონ მოვიდნენ თქვენ შესთავაზეთ რამე, აი როგორ მოხდა Hyundai-ისთან დაკავშირება და საერთოდ აი ეს საიტის შექმნის იდეა და მოთხოვნა საიდან მოვიდა? Hyundai-ის პროექტი იდეა გაჩნდა ძალიან კონკრეტული საჭიროებიდან, თვითონ მოვიდნენ ჩვენთან და უნდათ ქართულ ბაზარზე თანამედროვე ბრენდზე მორგებული და მომხმარებლისთვის კომფორტული ციფრული გამოცდილება. ამ მომენტისთვის ჰქონდათ მათ რამე საიტი, აი როდესაც თქვენთან მოვიდნენ უკვე რაღაცა გამზადებული პროექტი ჰქონდათ თუ საიტი ჰქონდათ უკვე გამზადებული რა ჰქონდათ ამ მომენტისთვის? ამ მომენტისთვის ჰქონდათ ვებგვერდი, რომელსაც ასე ვთქვათ, უჩიოდნენ, რომ ძალიან რთული იყო მათთვის ახალი ინფორმაციის დამატება და ზოგადად მართვა ამ ვებგვერდის და ამ პრობლემით მოვიდნენ. და ანუ ასევე ვიზუალურის გარდა ტექნიკური პრობლემაც ჰქონდა, ხო? იმ წინა გვერდს ესე გამოდის. ვიზუალურს იმდენად აღარ უყურებდნენ, რამდენადაც ტექნიკურად ძალიან რთული იყო მათთვის მართვა და განახლება ამ საიტის. უფრო ამ პრობლემით მოვიდნენ, უფრო ტექნიკური პრობლემით მოვიდნენ. და მთავარი მოთხოვნა მათი რა იყო? ბრენდის იდენტობის დაცვა, ფუნქციონალი, მომხმარებელთა გამოცდილება, დიზაინი, ანუ რა რითმოვიდნენ თუ ყველაფერი ერთად ალბათ, ხო? ეხლა რა თქმა უნდა. რადგან ისეთი პრობლემა ჰქონდათ, თვითონაც სჭირდებოდათ ალბათ თანამშრომლებსაც საიტთან კარგად კომფორტულად რო ემუშავათ და ნუ რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი არის, როდესაც მომხმარებელი შემოვა საიტზე და თვალები არ გაექცევა აქეთ-იქეთ და კარგად კომფორტულად გზნობს თავს საიტზე. რა იყო ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი, საიდან დაიწყეთ? რაღაცა უკვე მონახაზი წარადგინეს თვითონ, თქვენ თვითონ შესთავაზეთ რამე დეტალი თუ აი რა იყო? პირველ რიგში ისინი თან მოვიდნენ ძალიან კონკრეტული ბრენდ გაიდლაინებით საერთაშორისო ჩვენ ქართული Hyundai არის მიმაგრებული გერმანულ სათაო ოფისთან და მათი მთლიანი ეს გაიდლაინები გადმოგცეს, როგორც ვებგვერდის გაიდლაინები, ბრენდის, ასევე პიქტოგრამები, ფერები, ყველაფერი გადმოგცეს და მიზანი იყო, რა თქმა უნდა, ჯერ ტექნიკური გამართვა, ვიზუალურად უნდა ჯდებოდეს, ასე ვთქვათ, მათ გაიდლაინებში და ჩარჩოში. ცოტა მოქცეულები ვიყავით, ასე ვთქვათ, ვიზუალურ ჩარჩოში და უფრო მათი მოთხოვნა იყო ამ ყველაფრის ბალანსი ერთად, არა რაღაც კონკრეტულად მხოლოდ ტექნიკურად გამართული, არამედ თან ბრენდსაც უნდა პასუხობდეს, თან ტექნიკურად გამართულიც უნდა იყოს და თან ვიზუალურად მომხიბვლელი და ქართულ ბაზარზე მორგებული. და აი ამ პროცესში, პროექტის შესრულების პროცესში რა ეტაპზე ქონდათ სირთულე, სად გამოჩნდა დაუშვათ რაღაცა რთული მომენტები და აი რა ტიპის სირთულეზეა საუბარი?
ახლა შეიძლება პროექტის როგორც ასეთი რამე საშინელი სირთულე არ იყო, მაგრამ ნუ აი შედარებით ვამბობ, ხო, ახლა მთლიან პროექტს ნებისმიერს აქვს რაღაცა მარტივი დეტალი და შედარებით რთული. და აი ამაზე მინდა რომ გავამახვილოთ ყურადღება. ორ ნაწილად გამოვყოფთ. ერთი დასაწყისში იყო უფრო რთული, რომ რაღაცა გვეპოვნა, რაც უნიკალური იდეა, რომ ზუსტად რაღაცა ვთქვათ, რომელიმე საერთაშორისო ვებგვერდი არ დაგვეკოპირებინა, ან ძალიან არ მოქცეულიყავით ანუ მართლა. თან უნიკალურიც რო იყოს და თან ამავე დროს ხაზს რო გაყვეს რაც რო ჩვენი სიტყვის თქმაც გვინდოდა მათ ვიზუალში რაღაც ახლის შეძენა თან ისე რომ ბრენდის ჩარჩოდან არ ამოვარდნილიყავით ასე ვთქვათ, იმიტომ რომ არა მხოლოდ ქართული მარკეტინგის თიმი ამტკიცებდა ამას, არამედ საერთაშორისო მარკეტინგის თიმიც და ასე ვთქვათ, მათი დასტურიც უნდა გქონოდა, რომ ეს ჩვენი ნამუშევარი აკმაყოფილებდა მათ გაიდლაინებს და აი იმ რაღაც ნაპრალს ვეძებდით, სადაც რაღაცა ჩვენ სიტყვას ვიტყოდით ამაში, რომ ძალიან არ მოგვქცეულიყავით მათ ჩარჩოებში. ეს იყო თავიდან, ანუ დასაწყისში და შემდეგ უკვე ბოლო ეტაპისკენ ცოტა ტექნიკურს გამოვყოფდი, ტექნიკურად ამ ყველაფრის ტექნიკურად გამართვას, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ინფორმაცია უნდა ყოფილიყო და თან მუდმივად განვითარებადი, ან მუდმივად თვითონ უნდა დაემატებინათ უამრავი ინფორმაცია მოდელებზე, მათ სერვისებზე და ასე შემდეგ. და ზუსტად მანდ მოგვიწია რაღაცა ესე ბრეინსტორმინგი და თიმებს შორის ბევრი შეხვედრა, რომ ვიზუალურად ბევრი სხვადასხვანაირი ბლოკი არ გქონოდა და რაღაცა ერთი კოდის წინ მდგარიყო, ანუ ერთი კოდი ქონოდა რამდენიმე უნიკალურ ბლოკს. საომე რა დეტალზე მინდა გავამახვილო ესე ვთქვათ ყურადღება. როდესაც აი ესეთი მუშაობა, გუნდებს შორის შეთანხმებული მუშაობა, როდესაც არ არის. როდესაც შეიძლება საერთოდ ერთი ადამიანი მუშაობს და ამ დროს დამწყები არის და ესეთი გამოცდილება არ აქვს, რომ არ იცის დაუშვათ, რომ ბევრი რაღაცის გათვალისწინებაა საჭირო. ყველაზე გავრცელებული შეცდომა ვებ დიზაინერის და დიზაინერის რა არის, აი თქვენი გამოცდილებიდან რო ვთქვათ, რა გხვდებათ დამწყებებში ყველაზე ხშირად რა შეცდომას უშვებენ? ჩემი გამოცდილებიდან დამწყები დიზაინერები ან უფრო თქვენი ისიც გამოცდილებაც გავიხსენოთ, თქვენ რო დამწყები იყავით და მერე დაუშვათ გავიდა წლები და რო გახსენდებათ, რომ აუ ეს ამას რას ვაკეთებდი და ესეთი მომენტი თუ არის რამე. ზუსტად იგივე შეცდომას ვუშვებდი, ვაქცევდი უფრო ვიზუალურ მხარეს უპირად, ან მეგონა რომ დიზაინი რაღაცა მხოლოდ ვიზუალი იყო. მე დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ ეს არის ნაწილი მხოლოდ დიზაინის ვიზუალური მხარე და ეს ვიზუალური მხარე და აკმაყოფილებდეს ფუნქციონალსაც აუცილებლად. ყველანაირ დეტალს უნდა გქონდეს მიზეზი, თუ რატო არის ეს ფერი, რატო არის ეს ფორმა, რას ემსახურება, რა უპირატესობას აძლევს მომხმარებელს, როგორ უკავშირდება ბრენდს, ყველაფერზე უნდა იფიქრო ვიზუალის გარდა. სალმე ვებ დიზაინერი და უბრალოდ დიზაინერი ალბათ ერთმანეთისგან განსხვავდება, ხო ესეა, ხო? იმიტომ რომ მე დიახ. რამდენჯერ მქონდა შეხვედრა დიზაინერებთან, რომლებმაც რაღაცა ძალიან კარგი დიზაინი, ვიზუალურად კარგი იყო, მაგრამ ვებისთვის ამის განხორციელება იყო აი წარმოუდგენელი სირთულე და იმასაც კი ვაღიარებ, რომ რაღაცა მომენტების გაკეთება შეუძლებელი იყო რა, მაგრამ დიზაინში ძალიან ლამაზი იყო და როდესაც მქონდა დამკვეთთან საუბარი და ვთქვი, რომ ვებ დიზაინერი ითვალისწინებს ვების შესაძლებლობას და დიზაინ, ну რატომღაც იქ რაღაც ალბათ არ დამიჯერეს და ну აუ ეს ალბათ რაღაც დიზაინის სხვა თემა არის და ალბათ ამას არ ესმის და ხო და დავფიქრდი ამაზე, რომ ნამდვილად ესე იგი, ანუ ვებ დიზაინერიც ხომ მომხვედრია ყურში და დიზაინერიც, ახლა ეს ჩემი სფერო არ არის, მაგრამ შეხება მაქვს და მივხვდი, რომ სხვაობა არის და ვებ დიზაინერი არის ადამიანი, რომელიც ვებ დეველოპერსაც ითვალისწინებს, ესე თქვა. ნუ ვებ დეველოპერს რა, საიტის შესაძლებლობებს რა. დიახ, ესეა, ხო? ვებ დიზაინერის შემთხვევაში ხშირად გვახასიათებს დიზაინერებს, რომ რაღაცა გადავდივართ უკვე ძალიან კრეატიულობაში და ის მე რეალურ გარემოში ან ვებ გვერდზე აღარ მუშაობს, ან რესპონსივზე აღარ მუშაობს. ბევრი გამოცდილება მქონია მეც მსგავსი.
რა თქმა უნდა, ვებ დიზაინს აქვს თავისი ჩარჩოებში ვართ, მანდაც მოქცეული აუცილებლად რაღაცა ჰედერი უნდა კონდეს, კაფიოდ უნდა ჩანდეს, ნავიგაცია, მჰმ. რაღაცა სითი აუცილებლად გამოყოფილი უნდა იყოს, რომ დაინახოს მომხმარებელმა, რომ რეალურ შედეგზე გავიდეს, ხო? ისიც არის ეს ვებგვერდი, თქვა. და აი აქ უკვე მივდივართ იმ კითხვამდე, რომელიც მინდა დაგისვათ, მაგრამ და აი მიპასუხოთ როგორც საიტის მომხმარებელმა და როგორც ვებ დიზაინერმა. ანუ კითხვა არის ესეთი, რომ ვებსაიტისთვის რა არის უფრო მნიშვნელოვანი, დიზაინი თუ ფუნქციონალი? აი, ორივე შემთხვევაში მიპასუხეთ, როგორც აი ხო შესულხართ საიტზე და დაუშვათ, ну, როგორც დიზაინერი სიაფასებთ ავტომატურად, ეს პროფესიონალურია და სისხლშია ესე ვთქვათ. და მეორე, ახლა მომხმარებელიც ხართ და თუ გიფიქრიათ, რომ ლამაზია, მაგრამ აი რა ვქნა აქ რა, საწავიდე. როგორ დავურეკო სადა ნომერი თქვა ვებჯერ კონტენტ ის რომ აი როგორ დავუკავშირდე რომ მინდა ვთქვა ხო. ესა და ეს ჩემი აზრით დიზაინი და ფუნქციონალი რაც მე ვერ გამოვყოფდი ერთმანეთისგან. ერთი მეორესგან ცალ-ცალკე მგონია რომ არ უნდა განვიხილებოდეს, იმიტომ რომ კარგი დიზაინი და ვიზუალი უნდა ემსახურებოდეს ფუნქციას, ხოლო კარგი ფუნქცია დიზაინში უნდა იყოს ბუნებრივად ჩამჯდარი, ასე ვთქვათ. ანუ თუ ვებგვერდი რაღაც ვიზუალურად ძალიან მომხიბვლელია, მაგრამ მე როგორც მომხმარებელი ვერ პოულობ საჭირო ინფორმაციას, რაც მჭირდება, ჩემთვის ეგ ვებგვერდი არ არის კარგი. და მჰმ. ასევე პირიქით, თუ საიტი ფუნქციურად ძალიან მდიდარია და რაღაცა იქ ფორმის შევსება შემილია ყველაფერი, მაგრამ ვიზუალურად ისეთი ქაოსურია, რომ სახელისაც ჩავწერო ვერ ვხვდები, არც ეგ არის კარგი შედეგი. ამიტომ რაღაც ცალ-ცალკე გამოყოფა ბალანსის დაცვა, ხო? რაღაც ის დაცვა ჰარმონიული. მაგრამ აი მაინც უფრო აი დავუშვათ 50-50-ზე, არა ის 60-40-ზე რო ვთქვათ. მიპასუხეთ როგორც დიზაინერმა და როგორც აი ნებისმიერი საიტის მომხმარებელმა. აი ესეთ იმაში რომ მიპასუხოთ თუ გამოგვივა ესე. 60-40-ზე რო ვთქვათ. ხო, ერთი ვარიანტი რომ უპასუხოს დიზაინერმა და ერთი ვარიანტი რომ საიტის მომხმარებელმა. არა უპასუხოს რა თქმა უნდა 60 დიზაინს მიენიჭება, მაგრამ როგორც მომხმარებელი რა თქმა უნდა ფუნქციონალს მივანიჭებდი მე პირადად 60, იმიტომ რომ რეალურად იმიტო შევდივარ იმ ვებგვერდზე, რომ რაღაცა საქმე მაქვს და რაღაც ის ხო. მჰმ. რეალურად გაკეთება მინდა და ეგ თუ ვერ შევასრულე, მაშინ ის სილამაზე დიზაინიც უბრალოდ ფიტული გამოდის, ხო? იკარგება. კი ბატონო, მაინც ესე იგი ვთანხმდებით იმაზე, რომ ბალანსი დაცული უნდა იყოს და რაც შეიძლება თანაბრად იყოს ეს ყველაფერი. Hyundai-ის საიტი, ვინც არ იცის, ვიტყვი მათთვის ეს არის WordPress-ი და თქვენთან ესეთი კითხვა მაქვს. ახლა WordPress-ზე ხშირად არის რაღაცა ჭიდაობები, ხშირად მიწევს იმაზე საუბარი, რომ WordPress-ი ბიზნესების ალბათ, ну, ხა 90 შეიძლება ცოტა ხმამაღალი იყოს, მაგრამ 70-80%-ისთვის სრულიად საკმარისია და აი მაინტერესებს თქვენი აზრი კონკრეტულად ამ პროექტთან დაკავშირებით, რადგან WordPress-ზეა რამე პრობლემა თუ შექმნა რა პრობლემა და როგორ მოაგვარეთ, ან როგორ ვერ მოაგვარეთ, აი ესეთი რაღაცა რო გითხრათ. ჩემი აზრით ამ პროექტმა პირიქით დაგვანახა, რომ WordPress-ზე სწორ არქიტექტურაზე თუ ააგებ, ყველაფერი შესაძლებელია. ესე პრობლემა არ გქონია, რადგან თავიდანვე ვიცოდით, რომ არ გვინდოდა WordPress-ის რაღაც მარტივ CMS-ად გამოყენება და გვინდოდა enterprise გადაწყვეტის დონეზე გამოყენება, ამიტომ თავიდანვე სწორად დავგეგმეთ, თუნდაც ის რომ ახსენე, რომ ერთი კოდის წინ იდგა რაღაც სამი სხვადასხვა ვიზუალი. ყველაფერი წინასწარ სტრუქტურა რო ჩამოვაყალიბეთ, შემდეგ პროცესი ძალიან მარტივად წავიდა. ამიტომ არ ვიტყოდი, რომ იყო რამე მნიშვნელოვანი, რაც WordPress-ზე შეუძლებელი იყო. უფრო სწორია, რომ ვთქვათ, რომ ბევრი კომპლექსური გადაწყვეტა მოგვიწია და შევძელით კიდევაც WordPress-ზე და ვფიქრობ, რომ თუ თავიდანვე სწორად იგეგმება და რაღაცა სწორი მიზანი გაქვს, მგონია, რომ ყველაფერი შესაძლებელია. ძალიან კარგი. სალმე, ეს საიტი, ესე იგი, ну ალბათ რამდენი 1-2 წლის ხო არის, ხო? კი, 20-24-ში ვმუშაობ.
აი და ვებ დიზაინშიც და საერთოდ ეს ადგილზე არავინ არ ჩერდებით, ყველაფერი ვითარდება, რაღაც ახალი ტენდენციები არის. დარწმუნებული ვარ, რომ საიტს რო უყურებთ, ალბათ გიჩნდებათ რაღაცა სურვილი, რომ აი აქ ახლა ამას შევცვლიდი, ამას დავამატებდი. თუ ესეთი გზნობა თუ გაქვთ და თუ არის რაღაცა ესეთი დეტალები. არის კი რა თქმა უნდა, თან აი როგორც რაც დავუშვათ დიზაინერი. უკვე მოძველდასავით, ეხლა ნუ შემოძველდა შეიძლება ცუდი სიტყვა, მაგრამ ნუ უფრო რაღაც სახლებურად, რასაც გააკეთებდით რა. სხვათა შორის Hyundai-ზე რამდენჯერაც შევდივარ, ეგ შეგრძნება ყველაზე ნაკლებად მაქვს აა, ხოლმე, იმიტომ ძალიან, ესე იგი ძალიან მოწინავედ არის გაკეთებული, ხო? რომ იმიტომ რომ ჩვენ მაგ დროს 2 წლის წინ რო ვაკეთებდით რაღაც კონკრეტული კონტენტი გქონდა, მაგრამ იმის ალბათ მესამედიც არისო, ეხლა რაც არის და რომ შევდივარ, სულ ახალი რიცები მხვდება და პირიქით მომწონს ეგ რომ რაღაცა ისეთი სტრუქტურა დგას უკან, რომ ადმინ პანელიდან ისე შეყავთ ეს ინფორმაციები, რომ ზოგი ბლოკი საერთოდ ვიზუალურად იცვლება, ისე რომ დიზაინის სტრუქტურა არ ირღვევა. ამიტომ პირიქით მანდ უფრო სიამაყის შეგრძნება მაქვს ხოლმე Hyundai-ზე რო შევდივარ და სხვა შემთხვევაში სხვა ვებგვერდებზე მქონია, რა თქმა უნდა. საიტზე თუ არის რამე ისეთი დეტალები, რასაც აი ჩვეულებრივად მომხმარებელი ხა აღიქვამს, რომ ეს ალბათ ესე უნდა იყოს და რა კარგია რო არის, მაგრამ თელ ესე თქვა ბჭყალებში ტკივილს მიხვდებიან ვებ დიზაინერები და დეველოპერები, რომ ნუ ტკივილს გულისხმობ იმას, რომ აი უმაღლესი პილოტაჟი აქ არის დაუშვათ რაღაცა ესეთი დეტალები, ვიცი რო არის საიტზე, მაგრამ მინდა თქვენ ისაუბროთ ამაზე, გახსნილიც მაქვს აქ ეს ლინკები და აბა მითხარით და მაგის მიხედვით ვაჩვენებ ხო, მაყურებელს. რადგან მომხმარებლისთვის შეიძლება მარტივად ჩანდეს, მაგრამ დიზაინერებისთვის და დეველოპერებისთვის მით უმეტეს მისახვედრი იქნება. ძალიან ბევრი ინფორმაცია არის მოდელის შიდა გვერდებზე. ეს აი უპირატესად მაგალითად გახსნილი მაქვს ერთ-ერთი მოდელი და ესეთი hotspot-ები არის, ამას გულისხმობთ, ხო? ერთ-ერთი ვარიანტი ეს არის, რომელიც უკვე დეტალურად აჩვენებს მომხმარებელს, აი მაგალითად აი ამ პანელზე მონიტორი არის განთავსებული და მონიტორის შესახებ მინდა ვნახო ინფორმაცია და სურათიც ვნახო ისე, რომ გვერდზე სხვაგან არსად არ გადავიდე. აი კომფორტულად არის ეს ყველაფერი გაკეთებული, მაგალითად აი აქ დეტალები ვნახო უფრო. და შემდეგი რომელიც გვაქვს არის 360-იანი ნახვა თვითონ მანქანის, აი ეს ძალიან მაგრამ მომწონს ეს ნუ აი მართლა გიქმნის ადამიანს ხა სურათი ერთია და აი 360-ით მაინც ხა სხვანაირად ჩანს. გარედან შეგვიძლია ექსტერიერი ვნახოთ მანქანის და შიგნიდანაც ინტერიერი შეიძლება დავათვალიეროთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა შემთხვევაში მაინც ტესტ დრაივზე მივდივართ, მაგრამ ტესტ დრაივამდე უკვე უნდა შეგვექმნას რაღაცა სიყვარული მანქანის, რაღაცა წარმოდგენა უნდა შეგვექმნას, რომელი მანქანის ტესტ დრაივი გვინდა. ესია, ხო? კი, ამ საშუალება რაღაცა ყველა მოდელს შეხედოთ, შიგნიდან რაღაცა მოგეწონოთ და მე კონკრეტულ, ანუ ყველაზე ტესტ დრაივზე ხო ვერ მიხვალთ ხო. რეალურად ეხლა და ეს რაღაცა წინაპირობა არის დიჯიტალ გამოცდილება და შემდეგ უკვე ფიზიკურზე გადავდივართ. ამიტომ დღეს ეგ ძალიან კარგი ბლოკები არის ნამდვილად. AI თუ დაგეხმარათ ამ პროექტის შესრულებაში, თუ კი რა დეტალები არის შესრულებული და საერთოდ AI-ის მიმართულებით დიზაინში რა ხდება? აი ახლა ხშირად გვესმის ალბათ, რომ AI ჩაგვანაცვლებს, ვიღაც ამბობს, ვერ ჩაგვანაცვლებს ის, ვინცაც AI ესმის და ესეთი საუბარი დარწმუნებული ვარ დიზაინერებშიც იქნება და ამასთან ამასთან დაკავშირებით თქვენი აზრი მაინტერესებს სალომე. აქტუალური თემაა. ამ პროექტზე არ გამოგვიყენებია ეს AI, იმიტომ რომ მაშინ 20-24 წელი იყო და დიზაინერებში ესე ყოველდღიურობაში თუ სწორად მახსოვს არ იყო ესე შემოსული, როგორც ეხლა არის. და თან მეორე მიზეზი ის იყო, რომ იმდენად მკაფიო ჩარჩოში ვიჯექით უკვე აღარ გვჭირდებოდა რაც ბევრი ახალი იდეების გენერირება. თავარი გქონდა, რომ ეს რაც გვაქვს ამდენი აუარელი მასალა, იქ გვეპოვა რაღაცა უნიკალურობა და ამ უნიკალურობის პოვნას უნდა იყო ემოცია და აზროვნება, ასე რომ AI დიდად მანდ ვერ დაგვეხმარებოდა ჯერჯერობით, მაგრამ ისე ამ მხრივ აი ვებ დიზაინის მომავალს როგორ ხედავთ თქვენ აი AI და ადამიანი
აი რა კრეატივში როგორ არის AI თქვენი პრაქტიკიდან გამომდინარე? მე უბრალოდ მგონია, რომ რაღაცა მომენტში არსებული სიტუაციიდან აარჩევს რაღაცას, ნახავს ის თუ მიდის ერთმანეთს თუ როგორც ასეთი, რომ კრეატიული აზროვნება ისეთი, როგორც აქვს ადამიანს, მას ჯერჯერობით ისეთი რამე არ აქვს. ხო, არა, ჯერჯერობით მაგდონემდე მისული არ არის მე ჩემი პრაქტიკაში რაც მაქვს, თუმცა აი იმას არ გამოურიცხავ, რომ სამომავლოდ ეგეც შეითავსოს. მაგაზე ნამდვილად არ მაქვს პასუხი, თუმცა ეხა ზოგადად ვფიქრობ, რომ დიზაინერებისთვის არის AI ძალიან კარგი ხელსაწყო. შეუძლია დააჩქაროს კვლევა აი მართლა როცა გჭირდებოდა ერთი დღე, 15 წუთში გამოიკვლიო მთლიანად ყველაფერი. დაგეხმაროს moodboard-ის მიმართულების მოძებნაში, იდეების გენერირებაში, რაც კონცეფციების შექმნაში და ძირითადად ეს რუტინული პროცესების გამარტივებაში და ჯერჯერობით დიზაინს მე ვუყურებ, არა მხოლოდ ვიზუალს არ ვუყურებ, როგორც უკვე აღნიშნე, ამიტომ ამ მხრივ არ მგონია, რომ ჯერჯერობით ვერ შეითავსებს. თუმცა ვეთანხმები იმ აზრს, რომ დიზაინერის მუშაობის პროცესი შეიცვლება. მჰმ. მაგას როგორც ვეთანხმები. ალბათ მთლიანად კაცობრიობა შეიცვლება მუშაობაში კი. ნამდვილად. სალომე, აი იმის გარდა რომ პროფესიონალი დიზაინერი უნდა ფლობდეს რაღაცა იმ თქვენს დეტალებს, ესე ვთქვათ, არ ვიცი, აი რაღაცა გექნებათ, აი ამის გარდა როგორ ფიქრობთ, დამკვეთთან ურთიერთობა თუ შედის პროფესიონალიზმში? აი ჩემი მაგალითიდან გამომდინარე ვიტყვი, რომ ხა ბევრი დეველოპერი არის, რომელიც ძალიან კარგად მუშაობს, მაგრამ დამკვეთებისგან მესმის რომ დაუშვათ აი პუნქტუალური არ არის საუბარი არ შეუძლია საუბარში გულისხმობ რომ დაუშვათ კომუნიკაცია მსჯელობა რაღაცა ცოტა დატვირთული როცა არის გრაფიკი ან რაღაცა და ეს ქმნის პრობლემას თორე სინამდვილეში დაუშვათ ვებს ყველაფერს კარგად აკეთებს მაგრამ იმის გამო რომ ვერ ურთიერთობენ პროდუქტი არ გამოდის და რაღაცა იშლება. აი აქ თუ არის ესეთი რაღაც, ალბათ იქნება სავარაუდოდ, მაგრამ იქნებ რამე დეტალის დაამატოთ. ხო, ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია კომუნიკაციაც დიზაინერების მხრივ უფრო, იმიტომ რომ რაღაცა ვიზუალს ანახებ, რომელიც მისთვის სრულიად ახალია და მაგის უნარი უნდა გქონდეს, რომ ეს ყველაფერი სწორად გადმოსცე და თავდაპირველად თან ჯერ მოსმენის უნარია საჭირო, რომ სწორ შედეგამდე მიხვიდე, ან რა მოთხოვნა აქვს დამკვეთს, რომ სწორად გაიგო. შეიძლება ესე პირდაპირ მოთხოვნით არ მოვიდეს და მოვიდეს პრობლემით. როგორც ვთქვათ, Hyundai-ის მაგალითი იყო ჩვენთან რეალურად პრობლემით მოვიდნენ. ამიტომ მოსმენის უნარია პირველ რიგში სტრატეგიული აზროვნების, იმიტომ რომ ჩემი გამოცდილებიდან დამკვეთი ყოველთვის კმაყოფილი რჩება, როცა ხედავს, რომ დიზაინერი მხოლოდ რაღაც ვიზუალზე არ ფიქრობს და რაღაც ითვალისწინებს ბიზნესის ხო მიზნებს. ამიტომ ჩვენ ყოველთვის როცა პრეზენტაციას ვაკეთებთ ესე კონკრეტულ პროექტებზე ყოველთვის ახსნილი გვაქვს ესა თუ ის გადაწყვეტა მათთვის რა მიზანს ემსახურება და რა ბენეფიტებს მოუტანს და ეს ყოველთვის ძალიან სიამოვნებთ და ანუ ვფიქრობენ რომ ძალიან ყურადღებით და როგორც არის ისე ვუდგებით მათ პროექტს და ხო კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ რომ კი. ყველანაირი გადაწყვეტა აუცილებლად ზოგჯერ ვერ წარმოუდგენია დამკვეთს, რომ ეს არ არის. და აი მოდი ესე გამიკეთე და ამ დროს რაღაც რო აჩვენებ რეალობაში, კი გიწევს დამატებითი მუშაობის ჩატარება, მაგრამ რო აჩვენებ რეალობაში, ხო, აი თურმე აი ეს ამ პატარა სურათის ამ ხელაზე გადიდება, თურმე პიქსელებთან არის დაკავშირებული და ნუ მოკლედ ბევრი სხვა პრობლემაც არის. ვიცი. სალომე, დამწყებ დიზაინერს და ამ პრინციპში რატო დამწყებს? დიზაინერებს რა რჩევას მისცემდით? ახლა გაქვთ გამოცდილება, გაქვთ სრული უფლება ამისი, რომ თქვენი აზრი, თქვენი ესე ვთქვათ, რჩევა გაუზიაროთ დამწყებებსაც და საერთოდ პროფესიონალებსაც, ალბათ პროფესიონალებს ხო უზიარებთ ერთმანეთს რაღაც გამოცდილებას და რჩევას ვაძლევთ. ნაბაგისმენთ. დამწყებ დიზაინერებს, როგორც ვახსენე უკვე, მივცემდი რჩევას, რომ მხოლოდ ვიზუალზე არ კონცენტრირდნენ და ვიზუალის უკან ეს ვიზუალი რას ემსახურება, მაგაზე უფრო ბევრი იფიქრონ.
ასევე მივცემდი რჩევას, რომ აუცილებელია რეალობის გაზმალისწინება და დიზაინი მხოლოდ Figma-ში ხდება. საბოლოოდ ის უნდა მუშაობდეს ძალიან ბევრ სხვადასხვა ზომის ეკრანზე, სხვადასხვა ენაზე და განსხვავებული მოცულობის კონტენტით. ამიტომ ხო, ასევე აღნიშნავდი, რომ სწორად იმუშაონ რეფერენსებთან, იმიტომ რომ მე რა გამოცდილებაც მქონია დამწყებ დიზაინერებთან, რაღაცა რეფერენს მოიძიებენ და ცდილობენ, რომ ეს რეფერენსი გაიმეორონ ზუსტად. და ამ დროს რეფერენსის მთავარი მიზანი არის, რომ ზუსტ ის ლოგიკა გაიგო რა როგორ არის, რატომ არის ესე გაკეთებული და ის ლოგიკა გადმოიტანო და არა ვიზუალი. იმიტომ მივცემდი რჩევას, რომ სწორად იმუშაონ რეფერენსებთან. ძალიან კარგი, მადლობა. სალომე, დიდი მადლობა ამ ინტერვიუსთვის, ძალიან საინტერესო იყო და იმედი მაქვს მომავალშიც კიდევ ამ თემატიკასთან სხვა საიტებზე, სხვა დიზაინზე გვექნება საუბრები, შეხვედრები. მადლობა მოსვლისთვის, ესე ვთქვათ. მადლობა ამ ინტერვიუსთვის და წარმატებებს გისურვებთ. პირიქით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო ამ პროექტზე საუბარი, ისევე როგორც მუშაობა და მეც ვიმედოვნებ, რომ ბევრი ასეთი პროექტი გვექნება სამომავლოდ. წარმატებები, მადლობა. წარმატებები.